მესამეს ულოცავს ხელისუფლება განცხადება გაავრცელეს ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილებმა სოფო ბერძე გაგვაცნობს მათ შინაარს. ერთ-ერთი პირველი, ვინც შიო მესამეს პატრიარქად არჩევა მიულოცა ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები იყვნენ. მისალოს წერილში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე და მისი მეუღლე იმ დიდ პასუხისმგებლობაზე წერენ, რომელიც წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ახალ პატრიარქს დაეკისრა. მათივე განმარტებით ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება იმ ფონზე, როდესაც შიო მესამემ ილია მეორის გზა უნდა გააგრძელოს. ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილებს წამთ, რომ შიო მესამის მოღვაწეობა სიმშვიდის თანადგომის და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა. ეროვნული და სულიერი ცხოვრების ახალ ისტორიულ ფურცელზე წერს მისალოც გზავნილში საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ეკლესია ყოველთვის იყო სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. ჯერა, რომ თქვენი მწყემსთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება, წერს მისალოს წერილში მთავრობის მეთაური. კათოლიკოს პატრიარქის როლი საზოგადოებაში მშვიდობის სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში რომ განუზომელია, ამ გზავნილს პრეზიდენტის წერილში ვკითხულობთ, ღირსეული მღვდელმთავარი ღირსეულთა შორის. ამ სიტყვებით შიო მესამეს პატრიარქად არჩევას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ულოცავს, რომელიც სხვების მსგავსად უწმინდესის მძიმე ჯვარზე წერს და ამბობს, რომ მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს. თქვენ უწმინდესობა, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად არჩევას. დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედა ეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის, ერის და ბერის სულიერი მამა. თქვენ უწმინდესობა, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში რთულ და ქარტეხილებით ახსავსე პერიოდში ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა. გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს. ღმერთმა დაალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო. ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები. დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ხავს. სრულიად საქართველოს ულოცავ კათოლიკოს პატრიარქის არჩევას. უწმინდესო და უნეტარესო შიო მესამე უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას. გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც 10 წლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია მეორე. დედა ეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. ჯერა რომ თქვენი მწყემსთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის ახალ სულიერ მამას. თქვენ უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძადებით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას. ჩვენი ეკლესიისთვის ახალი სულიერი წინამძღოლის გამორჩება უდიდესი ეროვნული და სულიერი მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი სამშობლოსა და ხალხის სულიერ ცხოვრებასთან, ერთობასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან. მწამს, რომ თქვენი წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება. კათოლიკოს პატრიარქის როლი საზოგადოებაში მშვიდობის, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია. ჯერა რომ თქვენი მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება. თქვენ უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას და თქვენი მოღვაწეობა იქცეს მრავალი კეთილი საქმის საფუძვლად ჩვენი ეკლესიის, სამშობლოსა და თითოეული თანამემამულისთვის. გულწრფელად გისურვებთ ღირსეულად განაგრძოთ ერისმთავარი საყრდენის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მემკვიდრეობა. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი.
დღეს 2026 წლის 11 მაისს უფლისნებით მის 200 სლოვან ეკლესიაში ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლის თავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი ღირსეული მღვდელმთავარი ღირსეულთა შორის უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ინებოს უფალმარათა მრავალი წელი სწორედ ამგვარად მოიხსენიოთ საქართველოს ეკლესიის საჭეთპრობელი ღვთისწყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს ყველას გილოცავთ ამ უდიდეს ისტორიულ დღეს ისტორია გრძელდება ხარობს საქართველოს 200 სლოვანი ეკლესია 11 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად იქცა ეს კახაკალაძის მისალოს წერილში წერია ქართული ოცნების გენერალური მდივანი წერს რომ ეს არის დღე რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადიულ ფასეულობით ტრილოგიას რომელზეც ჩვენი ქვეყანა დგას მისალოცი წერილი გავრცელა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა რომელიც დაარწმუნებულია რომ შიო მესამე ღირსეულად გააგრძელებს ილია მეორის გზას გააძლიერებს ეკლესიის ერთობას მშვიდობას და ეროვნულ ფასეულობებს ვულოცავ მთელს საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას ქვეყნის სულიერი ლიდერის საქართველოს 142 პატრიარქის არჩევას დღეიდან საქართველოს ეკლესიის წინამძღოლია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე ეს არის დღე რომელმაც საქართველოს პატრიარქ შიო მესამის მოღვაწეობით კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია ხელი შეუწყოს ერთში სულიერების ამაღლებას ეროვნული თვითყოფადობის განმტკიცებას მშვიდობის შენარჩუნებას 11 მაისი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადიულ ფასეულობას, რაზეც დგას საქართველო ღმერთის სამშობლო ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს უწმინდესა და უნეტარეს შიო მესამეს გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობას და ისტორიულ მისიას. განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა ეკუთვნის უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორის, ერის სულიერ მამას, რომლის მრავალწლიანი ღვაწლი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დარწმუნებული ვარ მისი უწმინდესობა შიო მესამე ღირსეულად გააგრძელებს ამ დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს. ვუსურებ სულიერ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას და ღვთის შეწევნას საქართველოს საკეთილდღეოდ. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ეს არის უდიდესი ჯვარი, რომელსაც დარწმუნებულები ვართ, რომ მისი უწმინდესობა ძალიან ღირსეულად ატარებს იმის გათვალისწინებით, თუ როგორი პიროვნება გახლავთ ის, მისი გამორჩეული თვისებები, თუნდაც ის ფაქტორი, რომ სწორედ შიო მესამე იყო გამორჩეული თავად უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ ეს თავისთავად უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე ილია მეორეზე საუბარი წარსულ დროშიც კი ძალიან რთულია და მოსაკვირველია ეს სერიოზული თამაშია და როგორც თვითონ აღნიშნე საკმაოდ მძიმე ჯვარია ეს პასუხისმგებლობა გააჩნია არც უკვე პატრიარქ შიოს ის რესურსი, ინტელექტუალური რესურსით წარსული აწყო, რომლითაც შეუძლია გაყვეს აი ამ გზას, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე გაკვალა ილია მეორე. საქართველოს ეპოქალური პატრიარქის გარდაცვალებიდან 55 დღეს წმინდა სინოდმა ახალი პატრიარქი აირჩია. უღმერთო კომუნისტური რეჟიმიდან ჭეშმარიტ სარწმუნოებამდე ეს ილია მეორის გზა იყო. ქართველი ერი ახლა ამ გზას შიო მესამესთან ერთად გაუყვება. მადლობა სოფო, ეს სოფო ბერიძე იყო.